Baltis ქრონიკას ახლა განვაგრძობთ. Შემდეგ სტუმართან საუბრით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა ჩართვისათვის. მეცნიერულად არის დადასტურებული დიდი ხანია რომ საქართველოს არის ღვინის სამშობლო, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ალბათ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი საქართველოს ღვინის შესაძლებლობის სრულად რეალიზაციისთვის. დღეს ბევრი ითქვა დღევანდელი დღის ფარგლებში ქართულ ღვინოზე. თბილისში ჩამოვიდა ვაზის და ღვინის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და დაანონსდა ვაზისა და ღვინის კონგრესიც. ჩვენ სამით დავიწყოთ საუბარი, რა სარგებელი აქვს საქართველოს ღვინის სამშობლო სტატუსით, რა მიმართულებით წაადგება საქართველოს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზეა წარმოდგენილი და როგორ ეტყობა ეს რეალიზაციასა და ექსპორტს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ 8 მაისს, ღვინის ეროვნულ დღეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ დღის დაარსება და აღიარება და ის რომ საქართველოში გვექნება დღე, როდესაც აღვნიშნავთ სწორედ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. მოგეხსენებათ, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო და ეს ღვინის სამშობლო 8000 წლიანი ისტორია არის ასევე ერთგვარი პასუხისმგებლობა ის, რომ ქართველებს უნდა გქონდეთ განსაკუთრებული საუკეთესო ღვინო. რა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენები ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესი, თუნდაც ბატონი ჯონ ბარკერის სტუმრობა, ეს ყველაფერი არის აღიარება და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ ქართულმა ღვინომ გაითქვას სახელი მსოფლიოში და დაიმკვიდროს, განიმტკიცოს ადგილი მსოფლიო ბაზრებზე. ბატონ ლევან, აი ამ ღირსებებთან ერთად რა არის დღეს მთავარი გამოწვევა ქართული ღვინის ინდუსტრიისათვის? რა არის უახლოესი მომავლის ამოცანა, რომ არა თუ გაიზარდოს რეალიზაცია და ექსპორტი, არამედ გაიზარდოს ფასიც, გაიყიდოს უფრო ძვირად, აი როგორ უნდა გაძლიერდეს ბრენდის სახელად ქართული ღვინო? ზოგადად გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე ღვინისთვის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ ღვინის სექტორს, ღვინის დარგს, მევენახეობა მეღვინეობის დარგს საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს, როგორიც არის ვთქვათ გლობალური დათბობა, გეოპოლიტიკური სიტუაცია, ასე შემდეგ. ასევე მოხმარება კლებულობს სამწუხაროდ მსოფლიო მასშტაბით. ეს ყველაფერი ჩვენმა სტუმარმა ვაზისა და ღვინის გენერალურმა დირექტორმა, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თავის მოხსენებაშიც აღნიშნა. აი ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული. მოგეხსენებათ, რომ ღვინო იწყება ვენახით, ღვინო იწყება ყურძნით და ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ის ვენახი და ის მოსავალი, რომლისგანაც მზადდება ღვინო და შეგახსენებთ, რომ შემდეგ სწორედ ეს ღვინო იბრძვის თავისი ადგილისთვის მსოფლიო ბაზარზე, უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი ყურძნისგან ნაწარმოები. ამისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო და ჩვენი კურატორი სამინისტრო არაკლებენ, ასე ვთქვათ, ძალისხმევას. ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება იმისთვის, რომ სწორედ ვენახი იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, მაქსიმალურად საუკეთესო მოსავალი და საუკეთესო ხარისხის მოსავალი მივიღოთ, რაც რა თქმა უნდა შემდგომში უკვე აისახება ღვინის ხარისხში და ქართული ღვინის ადგილში და ადგილის დამკვიდრებაში საერთაშორისო ბაზრებში. ხო, აი ამ კუთხით ალბათ უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს უნიკალურობა არის იმაშიც, რომ აქ არის უამრავი ჯიში. ვიცით, რომ არსებობს კვლევითი ცენტრი, რომელიც მუშაობს ამ უნიკალური ჯიშების შესწავლა აღდგენის მიმართულებით. აი რა სიახლეები აქვს ქვეყანას ამ კუთხით და აი ამ მიმართულებით, აი უძველესი ჯიშების აღდგენა როგორ გაზრდის ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას? კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი სიძლიერე გახლავთ სწორედ მრავალფეროვნება. ეს არის მრავალფეროვნება, როგორც ჯიშობრივი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და 525 აბორიგენული ჯიში არის საქართველოში. ჩვენ მოგეხსენებათ, ღვინოს ვაკეთებთ მხოლოდ ქართული ჯიშებით, ფაქტიურად მხოლოდ ქართული ჯიშებით, მაშინ, როდესაც მსოფლიოში დომინირებს რამდენიმე საერთაშორისო ჯიში, საფრანგეთიდან, იტალიიდან გავრცელებული სხვა ქვეყნებში ჯიში
აი ამ მხრივ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ის გენოფონდი, რაც დაცულია თუნდაც სახელმწიფო კოლექციაში, რომელიც გახლავთ ასევე გარემოც დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის კოლექცია ჯიღაურაში. ნებისმიერ სანერგეს შეუძლია ვთქვათ ისარგებლოს ამ შემთხვევაში აი ამ სიმდიდრით გამოიყენოს ის მასალა, ის გენოფონდი, ის კვირტი, რომელიც შეიძლება ვთქვათ სურვილი შემთხვევაში გავრცელებული იქნას უკვე საქართველოში. ამ მხრივ სხვა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კოლეგები აღნიშნული სამეცნიერო ცენტრიდან ყოველ წელს თველის მერე აწყობენ ღია დეგუსტაციას ამ უნიკალური ჯიშების. ისინი ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ და გააცნონ ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მევენახეებს სწორედ ეს ჯიშები, რაც შემდგომში უკვე გამოიხატება ვთქვათ ამ ჯიშების გავრცელებაში კომერციულ ვენახებში. ასევე ჩვენი სიმდიდრე არის ტერუარები, ანუ ის უნიკალური გეოგრაფია, ის უნიკალური ტოპოგრაფია, ის უნიკალური ადგილები, მოგეხსენებათ საქართველოს თაგორიანი ქვეყანაა და აქ ყველა ფერდი განსაკუთრებულია და ყველა ფერდს აქვს უნარი, რომ სხვისგან განსხვავებული ღვინო შესთავაზოს მომხმარებელს. ასე რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ჩვენი სიძლიერე მხოლოდ ისევ და ისევ მრავალფეროვნებაშია, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ქართულ ღვინოს სოფლიო ბაზარის დამკვიდრებას. კი ბატონო, მე მინდა კიდევ ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ, გარდა ასე ვთქვათ მსხვილი და ძლიერი კომპანიებისა, საქართველოში არის უამრავი მცირე საოჯახო მარანი, ხომ? და ამაზეც რომ ვისაუბროთ, მათ რა წილი აქვთ ზოგადად, როგორც მეღვინეობის განვითარებაში, ასევე აი ამ უნიკალური, მათ შორის ადგილწარმოშობის ჯიშების აღდგენა პოპულარიზაციაში და როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო, როგორც რეალიზაციის კუთხით, ისევე ხარისხის მიღწევასა და შენარჩუნებაში. კი, რა თქმა უნდა, ყველას თავისი როლი აქვს ამ დარგის განვითარებაში. ინდუსტრიული მსხვილი ქარხნები, რომლებიც ვთქვათ მასიურ მარკეტზე, მასიურ ბაზარზე უთქვავენ სახელს ქართულ ღვინოს, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ სწორედ ისინია ის საწარმოები, რომლებიც ვთქვათ რაოდენობის მხრივ ბევრად მეტ, რა თქმა უნდა, ღვინოს აწარმოებენ და მათი რეალიზაციაც ბევრად დიდია ციფრებში გამოხატული. მაგრამ ამავდროულად დარგის სიჯანსაღე და დარგის განვითარება სწორედ აი ამ ოჯახური მცირე მეურნეობების გაჩენაა და ერთ-ერთი სიძლიერე სწორედ ის არის, რომ როგორც მე აღვნიშნე, ყველა ტერუარზე, ყველა ფერდზე არის შესაძლებელი იყოს ვენახი და ამ ვენახისგან იწარმოოს უკვე თუნდაც აი ესეთ მცირე მარნებში უნიკალური ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტოს აქვს სპეციალური გამოფენების ციკლი, ის თანამშრომლობს ამ შემთხვევაში როვაინთან და არა მარტო არის ასევე სხვადასხვა ქვევრის ღვინის, ქარვისფერი ღვინის გამოფენები, მაგალითად იზოლაში, ვენაში, ვინიტალიზე, ვერონაში და ასე შემდეგ. ასევე ჩვენი კონტინენტ ევროპის გარეთაც, თქვათ შანხაიში ყოველწლიურად გვაქვს ქარვისფერი ღვინის ფესტივალი და ასე შემდეგ, რომლებიც სწორედ არის განკუთვნილი მცირე მარნებისთვის და იმისთვის, რომ აი ეს მრავალფეროვნება წარმოვაჩინოთ და გავაცნოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს. კი ბატონო, ბატონო და ბოლოს მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბრის დასასრულს, შევეხოთ ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებას, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს ეხება 1 მაისიდან ამოქმედებულ ვალდებულებას, როცა მევენახე იქნება ვალდებული შეათანხმოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ვენახის გაშენება, მოკლედ რომ ვთქვათ, რა შედეგზე გასვლა არის ნავარაუდები აი ამ ცვლილებით და სიახლით. კი, რა თქმა უნდა, ყოველი ის რეფორმა, რასაც ანხორციელებს და აპირებს, რომ განახორციელოს ღვინის ეროვნული სააგენტო, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ხარისხზე და იმაზე, რომ ქართული ღვინო გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადი, უფრო წარმატებული გახდეს და ეს წარმატება არ იყოს, თქვათ, რაღაც შემთხვევითი და მეხსეული, არამედ გავიმყაროთ, მტკიცეთ ადგილი მსოფლიო ბაზარზე. ამ ხრივ ამდენი ხანი სწორედ ამაზე მინდოდა და ეს აღვნიშნე რამდენჯერმე, რომ
უმნიშვნელოვანესია ყურძენი და ვენახი და ამ მხრივ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვენახი რომელსაც ჩვენ გავაშენებთ და რომლის გაშენებასაც თუნდაც წელს ან მომავალ წელს დავიწყებთ იყოს უმაღლესი ხარისხის და იყოს გაშენებული იმ თანამედროვე წესების და თანამედროვე ტექნოლოგიების და იმ თუნდაც მიკვლევადობის უზრუნველყოფით რაც ვენახს მისცემს საშუალებას რომ იყოს გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიცია. სწორედ აი ამ მომენტს ემსახურება ეს ჩვენი რეფორმა და ის რომ შედარებით შეიზღუდოს სპონტანური გაშენება და უფრო დაგეგმილი, უფრო მომავალზე ორიენტირებული იყოს ჩვენი ვენახების გაშენება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი